აქვს ბალიში, მაგრამ მე ბალიში არ მაქვს და კიდევ მოვიფიქრეთ პერსონაჟის გული, რომელიც მე-7 კლასელებმაც და მე-9 კლასელებმაც კარგად იცით უკვე ამ მეთოდის შესახებ. და მინდა რომ მე-9 კლასელებო გაგაცნოთ ის წიგნი, კლასის საკითხავი წიგნი, რომელსაც კითხულობს მე-7 კლასი. ერთად კითხულობთ და პერსონაჟის გული აი ამგვარია. პერსონაჟი დავხატეთ და ეს მეთოდი აღმოვაჩინე ინსტაგრამზე ერთ პორტუგალიელი ილუსტრატორის ლუკას ლოპესის გვერდზე. გვერდმა შთამაგონა, რომელიც აი ესეთ ნახატებს ხატავს, აკვარელის აღებავებით ღებავს და გულში სვამს რაღაც თემატურ საგანს. მე ლიტერატურას მივაბი ეს ყოველივე და აი ასეთი მეთოდი შევიმუშავე. და მოდი დავიწყოთ. ანე ფრანკი, როგორც ვიცით, ჯერ წიგნის შესახებ უნდა ვისაუბროთ მოკლედ, რა წიგნია და შემდეგ უკვე ამ პერსონაჟის გულში რა მოვათავსე გადაცნობთ. ანე ფრანკი იყო ებრაელი გოგო, რომელიც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ჰოლანდიაში და თქვენ იცით, რომ ჰოლოკოსტის შესახებ მე-7 კლასელებმა იციან, ებრაელებს დევნიდა გერმანია ჰიტლერის რეჟიმი და სწორედ აი ამ დევნის დროს თავშესაფარი მოაწყო ანემის მამა და ორი ოჯახი შეეფარა მამის სამუშაო შენობაში, ოფისში ასე რომ ვთქვათ. და 2 წლის განმავლობაში იმალებოდნენ იქ როგორც გითხარით, ორი ოჯახი და მამის მეგობრები, ანეს მამის მეგობრებს მოჰქონდათ საჭმელი, საჭირო ნივთები და აი ამ რთულ ყოფაში ცხოვრობდა ანე, 13 წლის არის დღიურის დასაწყისში და პირველ გვერდზე წერს, რომ ამ დღიურს დააწყო კიცი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანს ეგონა სულიერი არსება, ხო, ადგილ მეგობარი, მაგრამ კიცი ქვია დღიურს და ყოველი დღის დასაწყისში მიმართავს, რომ ძვირფასო კიცის უყვება, ანუ ამ დღიურს უყვება დემეტრე თავის ამბებს. თავის ცხოვრების ამბებს. ეს არის ნამდვილი წიგნი, ნამდვილი ამბავი, დღიურის ფორმა და აქ 2 წლის განმავლობაში აღწერილია ანეს ცხოვრება. და წარმოიდგინეთ მე, რომ ანეს ოჯახი 2 წლის მერე აღმოაჩინეს, დააპატიმრეს, საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს, და ყველა დაიღუპა, მხოლოდ გადარჩა ფრანკი, ანეს მამა. და ანეს მამა 1959 წელს ეს დღიური გამოსცა წიგნად და ჩვენმა ქვეყანამ გაიცნო მსოფლიო 30 ენაზე ითარგმნა ანე ფრანკის ამ გოგოს მონათხრობის მიხედვით, როგორ დღეში იყო ერთი ოჯახი და რა საშინელება არის ომი. ანე მე და ჩემს მოსწავლებს გვაკვირვებს, მე-7 კლასელებს, როგორი განათლებულია, ის ძალიან ბევრს კითხულობს. ბოლოს ერთ-ერთ დღეს მახსოვს, ნახატი გაიხსნა რომელიღაცა მხატვრის, სწავლობს, დრო გახყავს ისე, რომ ცდილობს უფრო მეტი განათლება მიიღოს და ჩვენ ძალიან მოგწონს, რომ ამ გრძნობიარე ადამიანის, მოზარდი გოგოს ემოციები, ბუნება ძალიან მხიარულია, მაინც დიდი დაპირისპირება აქვს მშობლებთან, გონია რომ არ ესმით მისი და მაგრამ მაინც ძალიან დიდ კეთილშობილებას ავლენს თავისი ოჯახისადმი და ადამიანებისადმი. კაცთ მოყარია და ახლა რაც შეეხება ამ პერსონაჟის გულს. ანე ფრანკის გულში მოვათავსე 3 დეტალი. ეს არის წიგნი, კამერა ობსკურა, ნაყინი და ყაყაჩოს რტო, რომელსაც ახლა მოგიყვებით თითოეულის შესახებ, თუ რატო გადავწყვიტე და პერსონაჟს გაგაცნობთ. კამერა ობსკურა, იმიტომ შევარჩიე, ხო, პერსონაჟის გულის მთავარი დანიშნულება არის ამ დეტალების, რომ პერსონაჟის შესახებ მისი ცხოვრებისეული ინტერესების, ოჯახის, მეგობრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს და გაგვაცნოს. კამერა ობსკურა პირველი მეორე დღეს რომ აღწერს, აქ ამ წიგნში არის დაბადების დღეა თავის დღიურში და ჩამონათვალი აქვს თუ რა აჩუქა ოჯახმა. ერთ-ერთი საჩუქარი არის თურმე იმ დროს ჰოლანდიაში ძალიან გავრცელებული წიგნი კამერა ობსკურა. მე მოძებნე ამ წიგნის შესახებ ინფორმაცია წითელყბიანია და ვაპირებ რომ გამოვიწერო და წავიკითხო თქვენთან ერთად.
ეს ციგნი იმიტომ შევარჩიე, რომ როგორი კარგი მშობლები ყავს ანეს, მიყვარს როცა ციგნებს ჩუქნიან ხოლმე ბავშვებს და მეც ხშირად ვცდილობ რომ დაბადების დღეებზე ციგნები ვაჩუქო ჩემს შვილებს. ბოლოს ჩემს უფროს გოგოს არ ვაჩუქე ციგნი და გული მწყდება, სულ მახსოვს ეს. და როგორი განათლებულია ანე, რომ ესე თვითონაც უხარია, რომ ეს ციგნი მიიღო საჩუქრად. აი ამის გამო შევარჩიე ეს კამერა ობსკურა. მიყვარს ციგნები, რომელიც კიდე დამატებით ინფორმაციას გვაძლევს და ბევრ რამეს სწავლობ. მეორე, ნაყინი რატომ შევარჩიე? მეორე დეტალი არის ნაყინი, იმიტომ რომ ანე გვიყვება, სანამ დააპატიმრებენ და სანამ ამ ერთი თვე არის დაახლოებით დაპატიმრებამდე და მერე უკვე თავშესაფარში გრძელდება თხრობა. და ანე გვიყვება, როგორ ერთობოდა თავის თანატოლ გოგო ბიჭებთან ერთად. და აღწერს, რომ მიდიოდნენ სანაყინეში და თუ ფული არ ჰქონდათ, არა ეს არ იყო პრობლემა, რადგან იქ ძალიან ბევრი კავალერი აღმოჩნდებოდა, რა არის კავალერია შემახსენეთ? ხომალი. და მოკლედ ბევრი ისეთი ბიჭი აღმოჩნდებოდა, რომელიც დააპატიჟებდა ნაყინზე და იმდენმე ნაყინს თავაზობდნენ, რომ ერთი კვირა ძველ მოვერეოდითო. აი ძალიან მომეწონა ამ ნაყინით ასახული ანეს თანატოლების გართობა ჰოლანდიაში, ამსტერდამში 1952 წელს და ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი ჩვენს კლასს, რომ ბიჭებმა მაგალითად დაპატიჟონ გოგოები ნაყინზე, მაგრამ ვერ ავასრულეთ, ახლა გავამგზავრებით 373 ნომერი ავტობუსით და წავალთ და მივირთმევთ ნაყინს ყველა ერთად. გოგოები ბიჭებს დაპატიჟებენ, ბიჭები გოგოებს, ხო, მასე. ახლა კიდევ და ტიტა ყაჩას წერია, მაგრამ მათაც ფიქრობ, რომ ტიტა ხომ არ იყო მეთქი, რადგან ჰოლანდია ტიტების ქვეყანა და ეს ოჯახის წევრი რომ ერთ რტო ყვავილს გჩუქნის, ესეც ძალიან შთამბეჭდავია. მოკლედ, სულ ეს იყო ჩემი პერსონაჟის გულის წარდგენა და მინდა რომ გაიცნოთ, წაიკითხოთ მე-9 თქვენს ანე ფრანკის დღიური, გაიგებთ ძალიან ბევრ რამეს მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ადამიანების ბედის როგორც სulis ომი და მგონია რომ ასეთი წიგნების კითხვა უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს და უფრო მეტი ემპათიით და თანაგრძნობით აგვავსებს. ძალიან დიდი მადლობა, ოღონდ ახლა ამით დავასრულებ.